ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა იძულებულია ცხოვრების ერთი წელი დახარჯოს ისე, როგორც ამას მთავრობა გადაწყვეტს. წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 6436 ახალგაზრდა. აქედან რეალურად სამხედრო სამსახურში მხოლოდ 1/4 მოხდება. გაწვეული ახალგაზრდების 3/4 კი გადანაწილდება შსს დაცვის პოლიციასა და ციხეების გარედაცვაში. მთავრობა ამ ახალგაზრდებს უფასო მუშახელად იყენებს. იმისათვის, რომ თავი დააღწიონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ხელახლა იწყებს სწავლას უნივერსიტეტებში, 18 თვეში ერთხელ იხდის 2000 ლარს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის, ეძებს ახლობლებს, რომლებიც დაეხმარებიან გადავადებაში, იზიანებს სხეულს ან გარბის ქვეყნიდან. გაწვევის სისტემა კორუფციის და მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის მანქანად იქცა. შედეგად, ძირითადად იწვევენ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ვერ შეძლეს გადავადების თანხის გადახდა, ვერ იპოვეს ახლობელი და ვერ მოახერხეს ქვეყნიდან გაქცევა, ანუ ყველაზე გაჭირვებულებსა და დაუცველებს. სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს, რადგან ეს სისტემა ართმევს ახალგაზრდებს ცხოვრების ერთ წელს, ვერ აძლიერებს ჯარს და შესაბამისად ვერც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, იქცა კორუფციის, ნეპოტიზმის და გაჭირვებულთა ჩაგვრის წყაროდ. საქართველომ განვითარებული ქვეყნების გზა უნდა აირჩიოს. საკუთარი უსაფრთხოება თანამედროვე თავდაცვის სისტემებითა და პროფესიონალური არმიის გაძლიერებით უნდა უზრუნველყოთ. ახალი პოლიტიკური ცენტრი.